განცხადებიდან ქმედებამდე ნიკოლ ფაშინიანს არასრული ერთი დღე დასჭირდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის Facebook პოსტ, სადაც ის ქვეყნის პატრიარქის გადადგომაზე საუბრობდა და მას ქრისტეს მოღალატესა და ეკლესიის შემბილ წელს უწოდებდა, გარეგინ მეორის რეზიდენციაში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შესვლა მოჰყვა. ეჩმიაძინში მისული სამართალდამცველების მიზანი შირაქის ეპარქიის წინამძღვრის მიქაელ აჯაფაჰიანის დაკავება იყო, რომელსაც გამოძიება კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად დამხობას ედავება. მის მხარდასაჭერად საპატრიარქო რეზიდენციასთან მივიდნენ მოქალაქეებიც. მრევლთან რეზიდენციიდან გამოვიდა გარეგინ მეორეც. მე პატრიოტი ვარ. ჩემთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო სამშობლო და სახელმწიფოებრიობა, ვიდრე ის უღირსი ადამიანები, ვინც მე შევარცხყოფას მაყენებენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას ემსახურებოდა და ემსახურება. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე მხოლოდ სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის მუშაობდი. უკვე იმდენი წლის ვარ, რომ მოხუცებულობით უნდა ვტყვებოდე. თუმცა ეს არარაობები მე ქვეყნის საფრთხეს მიწოდებენ. საფრთხე ხელისუფლების სათავეშია. მე ვამბობდი, რომ ისინი ბოროტები არიან და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეს ბოროტება უნდა ჩაეხშო. მათ ეს არ შეასრულეს. ნურს შეასრულებენ. თუმცა ქვეყანა გრევისკენ მიდის და ამაში დამნაშავე მე არ ვიქნები. მოსული იყვნენ გუშინ და წავეყვანე, როცა არავინ იყო ჩემ გვერდით. თუმცა არა, მათი მიზანი სხვა იყო: შოუს მოწყობა და ეკლესიის საჯაროდ დამცირება. ის რაც ხდება აბსოლუტურად უკანონოა. ადამიანები, რომლებიც ამ სიგიჟეს ჩადიან, მოვიდნენ აქ და ძალადობით იმუქრებიან. არქიეპისკოპოსი ახლა ჩვენს ადვოკატთან ერთად წავა. ჩვენ დაუბრუნდებით რეზიდენციაში, სადაც მოხდლებით შეკრება მიმდინარეობდა. იქ განვიხილავთ ჩვენს ნაბიჯებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ დავიშურებთ ძალისხმევას სამართლიანობის აღსადგენად. სომხეთის პატრიარქის სიტყვას არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანი დაემორჩილა და სამართალდამცველებს გაჰყვა. სომხური მედიის თანახმად ის დაკავებულია. სასულიერო პირის მხარდასაჭერად ერევნისკენ მარშით გაემართა ასობით მოქალაქე, რომელიც გზად სკანდირებდა შეძახილს: სირცხვილია. ეჩმიაძინის რეზიდენციასთან შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა არქიეპისკოპოსმა ნათან ოვანისიანმაც. მან 27 ივნისს განვითარებული პროცესები 1915 წლის მოვლენებს შეადარა. 11 საათზე უნდა გაგვემართა კრება, ვიდრე გავიგებდით რა იგეგმებოდა. არც ერთი ჩვენგანი არ აღიარებს ამ ქმედების არც კანონიერებას და არც ფორმას. არქიეპისკოპოსმა მიქაელმა გულწრფელად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაჰყვება სამართალდამცველებს, რადგან პირველ რიგში ის არ არის დამნაშავე. თუკი ისინი შეძლებენ მისდამის აყენებული ბრალის დამტკიცებას, სხვა ქმედებებს მივმართავთ. ყველანი პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რადგან საუკეთესო ბრძოლა ღირსეული ბრძოლაა და ამას არქიეპისკოპოსი მიქაელი არასდროს დამალვია. და შეისწავლეთ მისი გენეალოგიური ხე. აჯაფაჰიანები ყოველთვის იყვნენ ჩვენი ერის, ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის პიონერები. დღეს ხდება ზუსტად ის, რაც მოხდა 1915 წელს, როდესაც თურქებმა უბრალოდ ნაკუწებად აქციეს ერთ-ერთი არქიმანდრიტი. ეჩმიაძინის რეზიდენციაში ძალონების შეცვლის გადაწყვეტილებას კანონიერი უწოდა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა. უწყებამ საპატრიარქო რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს მარკწესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის მთავარეპისკოპოს მიხაელ აჯაფაჰიანის წინააღმდეგ საჯარო სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რაც ეხება მასმედიისა და საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას. 2025 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბრალდებულ აჯაფაჰიანის დაკავების შესახებ სასამართლოში წარდგენისთვის. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მიზნით. დადგენილების აღსრულება დაევალა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას. ეკლესიის გათავისუფლების პირობას დებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს Facebook-ზე მორიგი პოსტით გამოეხმაურა. ნათელი გახდა, ვინ პროვოცირებს კონფლიქტებს დედასაყდარში. მათ ნახეს, რომ სამართალდამცველები არ ახვდნენ პროვოკაციას. ამიტომ ხელჩართულ ჩხუბზე გადავიდნენ. არანაირი დაპირისპირება არ იქნება. სომხეთის სამოციქულო ეკლესია ქრისტიანული წესით გათავისუფლდება. ფაშინიანისადმი კრიტიკული განცხადებები არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციისა და სამღვდელოებისგან გაისმა, არამედ რუსი ჟურნალისტებისგანაც. მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ერევანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და სომხეთში შესვლა უკრძალა, უკმაყოფილება Telegram არხზე გამოხატა. თურქეთიდან დაბრუნებული ეფენდი ფაშინიანი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსთან ჩხრეკას ატარებს. სომხეთში მცხოვრებო სომხებო, რას უცდით, რომ თქვენს ვაჟებს თავებს მოაჭრიან?
ხოლო ქალიშვილები ჰარამხანებში წავლენ, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში აქამდეც მომხდარა? სომხეთის სასულიერო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს შორის დაძაბულობამ ივნისის დასაწყისიდან იმატა. ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპატრიარქოსა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოს რუსეთიდან მართული უწოდა. მოგვიანებით კი გარიგინ მეორე უბიწოების აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა. 25 ივნისს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს და ოპოზიციური მოძრაობა წმინდა ბრძოლის რამდენიმე წევრი დააკავეს. მათ შორის იყო მოძრაობის ლიდერი და სომხური ეკლესიის ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანიც. ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირებამ გავლენა იქონია სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზეც. კრემლის სახელმწიფო მედიის ეთერში ბიზნესმენ სამվել კარაპეტინის დაკავებაზე გამოთქმული მოსაზრება ერევანმა მოსკოვის მხრიდან სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევა დაღიქვა.